მაშასე სათვალთო სასამართლოში ბრიფინგი იწყება, როგორც სასამართლოში წინასწარ განუცხადეს ჟურნალისტებს საქმე ეხება ტახადი ეწეთსა და გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელის თენგიზ გუნავას საქმეს. Oriatas 12 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ზურაბ მიქაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 16,000 ლარის ოდენობით. შუამდგომლობის განხილვისას დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ამასთან დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ზურაბ მიქაძის მიმართ წარდგენილი 3 ბრალდებიდან 2 მუხლზე გასულია სისხლის სამართლებრივი დევნისთვის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ ბრალდებულ ზურაბ მიქაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები. ბრალდებული დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, წარსულში არ არის ნასამართლები, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ყავს ოჯახი. ზურაბ მიქაძე დაბარებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, შესაბამისად ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. 2012 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ თენგიზ გუნავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და თენგიზ გუნავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 10,000 ლარის ოდენობით. სასამართლომ ბრალდებულ თენგიზ გუნავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 18 ნოემბერს ბრალდებულ თენგიზ გუნავა შეუფარდა გირაო 10,000 ლარის ოდენობით, რომლის პირობებიც მას არ დაურღვევია. ასევე ის პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ბრალდებული გათავისუფლებულია თანამდებობიდან, ყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი. საქართველოში გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტს. შესაბამისად ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მადლობთ. ეს ყოფილი და პირი ჩართვა სათვალთო სასამართლო